ჩემი დისკივილი გავიგე, როგორც ჩემი ნატალია მეძახდა, ლელაკო მიშველე, ჩვენ რო გავიქცეთ უკან ჩექმების ხმა იყო. შლანგებით რეცხავდნენ იქაურობას, მაგრამ აი ეს სუნი მაინც იდგა. ხმასაც ვერ ვიღებდით, რომ მოწამლულები ვიყავით, იმიტომ რომ რაღაცნაირი თაობა ვიყავით, იცით, აი სხვანაირი თაობა, იმიტომ რომ თითქოს იმისიც კი გვერიდებოდა, გვეთქვა, რომ აი რუსის ჯარმა როგორ მოგწამლა, აი ეს შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის. ჩემი პირველი საპროტესტო აქცია იყო, როცა მე მივედი აპრილის აქციები როცა ტარდებოდა 1999 წლის აქციები რო იყო. მაშინ მივედი ნოემბრის შემშეობაზეც ვიყავი, მაგრამ ნუ ძირითადში იმდენხან არ მიწევდა, უფრო აი აპრილის პერიოდში აქციებზე მივიღე მონაწილეობა. პირველი შეგრძნება, რამაც მე მართლა გამაკვირვა და დღემდე მომყვება ეს ნოსტალგია, ის რომ ხალხი იყო საოცრად როგორ გითხრა, იცი, მოსიყვარული, ძალიან თბილები. მე ჩემ სამ მეგობართან ერთად მღეროდი იმ აქციებზე და სამი ღამე უკვე ნამღერი ქონდა. ვაში უნდა დაგვესვენა, იმიტომ რომ როცა მღეროდით ღამით და ძირითადში ღამით, მოშიმშილებით ასე უფრო ანუ ფიქრობდით, რომ უფრო ასე ვამხნევებდით, ღამე ცოტა ძნელია გაძლება. გადავწყვიტეთ, რომ ვაში აღარ გავსულიყავით, იმიტომ რომ ღამის თევის შემდეგ სამსახურებში უნდა გამოცხადებულიყავით და აღრიცხვა იყო იმ პერიოდში ძალიან მკაცრად, იმიტომ რომ კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ არ წავსულიყავით აქციებზე სამსახურიდან. ნუ რა თქმა უნდა, ახალგაზრდები ვიყავით და არ ვემორჩილებოდით, მივდიოდით მაინც და 8-ში მე და ჩემი მეგობრები უკვე სახლებში დასვენებულები ვიყავით და მუსმენდით ტელევიზორებს, ხა ერთადერთი საინფორმაციო წყარო ეს იყო და აქედან უნდა მიგვეღო რაიმე ინფორმაცია. გამოცხადდა ტელევიზიით, რომ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ტანკები, რომ საფრთხე რეალურია და რომ მოგვიწოდებდნენ, რომ დავრჩენილიყავით სახლში, არ გამოსულიყავით ქუჩებში. რა თქმა უნდა, ვერ დაუჯერეთ, არ დაუჯერეთ, იმიტომ რომ იქ იყვნენ მოშიმშილეები და თუ რამე მოხდებოდა, პირველ რიგში მათ დაარბევდნენ, გადავწყვიტეთ, რომ მე და ჩემი მეგობრები დავკავშირებოდით ერთმანეთს და მივსულიყავით აქციაზე ისევ როგორც წინა ღამეებში. დავკავშირდით, მივედით თავისუფლების მოედანზე. საერთოდაც როცა გვხედავდნენ ხოლმე აქციის მონაწილეები, ძალიან უხაროდა ჩვენი მისვლა და ასე გვეძახდნენ ხოლმე გოგონებმა იმღერონ, მაშინ ბავშვები ახალგაზრდები ვიყავით და რა თქმა უნდა გოგონებმა იმღერონ, გვიკეთებდნენ დერეფანს და ავდიოდით ხოლმე. სამღერლად საკმაოდ დიდხან მღეროდით, იმიტომ რომ არ გვიშვებდნენ, იცი, არ ვეთმობოდით და არ გვიშვებდნენ ხოლმე და ასე მოხდა ეხლაც გავიკეთეთ დერეფანი თავისუფლების მოედნიდან უკვე ტაშით შეხვდნენ და ასე მიგვაცილეს მთავრობის სასახლემდე. ჩვენ გავჩერდით, იმიტომ რომ ჩვენით არასოდეს არ ვიჩენდით ინიციატივას, რომ მივსულიყავით, ავსულიყავით ტრიბუნალზე და მოგვეთხოვა, რომ ჩვენ გვემღერა. უსმენდით გამოსვლებს. მერე გვითხრეს, რომ გოგონებმა ისევ იმღერონ, ავედით ტრიბუნასთან, საკმაოდ ბევრი სიმღერა ვიმღერეთ. უკვე ისმოდა ხმა ტანკების და მოუწოდეს ხალხს, რომ ამოსულიყვნენ, გზა მიეცა ტანკებისთვის, რომ მიზეზი არ მისცემოდათ ხალხის დარბევის. და მოგვიწოდეს, რომ სანთლებით დაჩოხილები შევხვდეთ, რომ ისინი დარწმუნდნენ, რომ ჩვენ არაფრის დაშავებას არ ვაპირებთ, უბრალოდ ჩვენი მოთხოვნაა თავისუფლება. ეს არის ყველა ადამიანის უფლება, რომ იყოს თავისუფალი და რა თქმა უნდა, რომ მისი ქვეყანა იყოს თავისუფალი. რა თქმა უნდა, ავანთეთ სანთლები და მდუმარედ ვიყავით. მაგრამ უკვე ძალიან რომ მოახლოვდნენ მე და ჩემი მეგობრები ძალიან ახლოს ვიდექით ლიდერებთან და მათი ხმა იყო, სიმართლე გითხრათ, ეხლა ვერც ვიხსენებ, რომელმა თქვა ბატონმა ზვიადმა თუ ბატონმა მერაბმა, ერთი ის იყო, რომ თქვეს, რომ გოგონებო, მოდით სალაღობო დავაგუგუნოთ, რადგან ჩვენი სერი ვართ, რომელიც სიკვდილსაც კი სიმღერით ხვდებით. და ეს იყო ნათქვამი და ჩვენ დავიწყეთ ეს სიმღერა. ბოლომდე შევასრულეთ, უბრალოდ იქ მერე კაბელი წყდება და აღარ ისმის. მე ერთ რამეს ვიტყვი, როცა ხალხმა ამოიწია ერთი პერიოდი
მეც ავიწიე რა თქმა უნდა, მაღლა და მივედი მთავრობის სასახლესთან და კედელზე ავეკარი, ისე მოხდა რომ კედელთან აღმოჩნდი და ჩემს წინ იმდენად ბევრი მაღალი ადამიანი იყო, რომ მე უკვე სუნთქვა შემეკრა, ვეღარ სუნთქავდი და მეთქი მორჩა ალბათ მკვდები უკვე და უცნაურია ხო ადამიანი როცა ეცებ მდგომარეობაში ხარ ყველაფერზე ფიქრობ და სინანულის გზნობა არც მაშინ არ მქონია სხვათა შორის და ვფიქრობდი რომ ასე იყო ალბათ საჭირო და ჩემი ქვეყნისთვის დიახაც ღირს სიკვდილი მე არ ვიცი რა მოხდა იმიტომ რომ მე უკვე ყურები დამიგუბდა და თითქმის გონებაც კარგავდი მაგრამ ვიგრძენი რომ თითქოს ხალხი გაიფანტა და მეც სუნთქვის საშუალება მომეცა გავყევი მილიციის კორდონს გავედი უსაფრთხოებიდან ბევრი იყო კიდე იმის გარდა ვინც მღეროდით და ჩემი დის კივილი გავიგე როგორც ჩემი ნატალია მეძახდა ლელაკო მიშველე განწირულად ყიროდა სხვათა შორის და შეუჩერებლივ რა თქმა უნდა გასული უკან შემოbrunდი ორი აზრი არ იყო იმიტომ რომ ვერანაირად ვერ წავიდოდი ვერაფერი შიში ვერ ვერ მაიძულებდა რომ იქიდან წავსულიყავი და არ მომეძებნა ჩემი და ვიბრუნდი გაკვირვებული მილიციელები რო ძლივს გაახსნე კიდევ აქ რატო შემოდიხარ მეთქი ჩემი და კივის და უნდა ვიპოვე სხვათა შორის ხმით ვიპოვე აი იმდენ ხალხში ვიპოვე და ძიმია იცით ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენება თინიკოსთან ერთად რომელიც ერთ-ერთი მომღერალი იმ სამთაგან ვინც გარდაიცვალა თინიკოსთან ერთად ხელიხელ ჩაკიდებულები ვერ გებულობდნენ საით გაეღწიათ იმიტომ რომ ძალიან ქაოტური სიტუაცია იყო და ვიპოვე და მოკიდე ხელი და წამოვიყვანე. წამოვიყვანე ჩვენ უნდა ასე გქონდა ნათქვამი რომ თუ დავიქსაქსებოდით, უნდა გრიბოედოვის ქუჩაზე შევხვედროდით იქ ჩვენი თანამშრომელი ცხოვრობდა და იქ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. მე ძალიან როგორი თქვა იცი მოძრავი ახალგაზრდა გოგო ვიყავი და თან ეხა შარვალი მეცვა და არ მიჭირდა მოძრაობა ესე თავისუფლად ჩავხდი იქ ჩამოსახტომია პირველ სკოლასა და მთავრობის სასახლეს შორის და ჩავხდი და ჩემი და თინიკოც ჩამომიყვანეს და ანუ მომიყვანეს მოკიდე ხელი და გავიქეცით გვინდოდა ბესიკის ქუჩით ასვლა მაგრამ ჩვენ რო გავიქეცით უკან ჩექმების ხმა იყო აი ცი როგორი ვარიანტია აი გამძაფრებული რო გაყური და ყველაფერს რო აყურადე ყველაფერს რო აღიქვავ გავჩერდით იცი იმიტომ რომ გაქცევას აზრი არ ქონდა იმდენად ასუსტებულები და იმდენად უკვე შოკი იყო ჩვენთვის ეს ყველაფერი რომ აზრი არ ქონდა ვერ გავექცეოდით ფიზიკურად სამი ფარატინა გოგო ვიყავით გამხდარი გაკნაჭული გოგოები და სად უნდა გავქცეოდით ვერსად გავჩერდით და ჩვენ წინ ბიჭებმა ჩაირბინეს რატომღაც ჩვენ ჩაგვირბინეს თითქოს არაფრად არ ჩაგთვალეს და გაედევნენ მათ საშინელი სუნი იდგა ბავშვებო იცით აი იმდენად ამაზრდნენ იმდენად გულისამრევი სუნი იდგა ყველაფერი ერთმანეთში არეული გაზის სისხლის აი არ ვიცი ხო გეუბნები მე დღემდე ვერ ფიქრობ ეს რა შეიძლება შევადარო ეს სუნი ვიდექით კარგა ხან სხვათა შორის და ვფიქრობდით საწავსულიყავით მექანიკურად ჩავედით გვირაბში მე ვფიქრობ რომ იქნება იქით ხარეს გადავსულიყავით და იქ არ ყოფილიყო ეს სიტუაცია და ჩვენ რო ჩავედით ბიჭი ჩამოდიოდა მოპირდაპირე მხარეს და მან გითხრა რომ გოგონებო არ ახვიდეთ მაღლაო იმიტომ რომ იქ ძალიან ცუდი სიტუაცია ნიჩვებით ჩეხავენ ადამიანებს და ეს ნიჩვების ხმა მე მომწუდა მაშინ როცა სუნთქვის საშუალება მომეცა მთავრობის სასახლის კედელს რო ვიყავი აკრული აი როგორი ხმა იყო იცი აი რაღაცაც რომ მოიქნევენ ასხლტება ასფალტზე და თითქოს აი წუილი რო ისმის ამ ასხლეტილის ხმა ეს ხმა დღემდე ყურში მაქვს სხვათა შორის დაუჯერეთ ამ ადამიანს და რა თქმა უნდა კარგა ხანი როგორ არ ვიცი სიმართლე გითხრა იმიტომ რომ დიდხან ალბათ არა შეიძლება 10 წუთით 15 წუთი მეტი ალბათ ვერ გავჩერდებოდით გადავწყვიტეთ რომ ამ მდგომას აზრი არ ქონდა თუ ჩამოსვლებილიყო იქაც ჩამოვიდოდნენ და იქაც დავხოცავდნენ და მოვედით ჩვეულებრივად გავყევით ბესიკის ქუჩისკენ გზას ავედით იქ ავტობუსი იდგა აგროვებდა ხალხს ვისაც უნდოდა ისევ აქციაზე წასვლა უნივერსიტეტთან
შევერთეთ რა თქმა უნდა ჩვენც ამ ადამიანებს. მე ვერ ვიპოვე ჩემთან ერთად ვინ მღეროდა კიდე ორი ადამიანი, თენიკო ჩემ გვერდით იყო და ის ორი ვერ ვიპოვე. ვიფიქრე რომ ალბათ ვერ გამოახტიეს და მოკლეს ალბათ მეთქი და ვიქრეთ პროჟექტურაში წავსულიყავით მოგვეძებნა. იქიდან ფეხით წამოვედით უნივერსიტეტიდან და რუსთაველის მეტროში ჩამოვედით. არ ვიცი რატომ, დღემდე ვერ გამირკვევია, მაგრამ ამოვედით თავისუფლების მოედანზე. და ისევ მთავრობის სასახლისკენ წავედით და განლაგებული იყო რუსის ჯარი, აი ესე მწკრივად იყვნენ და არ ატარებდნენ ადამიანებს. ჩვენ რო დაგვინახეთ ეს პატარა გოგოები, არ ვიცი რატომ, მაგრამ აი გაიწივნენ და თითქოს გასასვლელი მოგვცეს. ჩვენც რა თქმა უნდა გავიარეთ და წავედით მთავრობის სასახლესთან ავედით. ავედით იქ უკვე შლანგებით რეცხავდნენ იქაურობას, მაგრამ აი სუნი მაინც იდგა. ქალბატონი იყო იქ, რომელსაც ცალი ფეხსაცმელი ეკავა და შვილს დასტირო და შვილს ეძებდა. მერე შეგვამჩნიეს რომ ჩვენ მივემატეთ ამ ქალბატონს და უკვე ეტყობა ებევრა ჩვენი ყოფნა და საკმაოდ უხეში ტონით ვითხრეს რომ უნდა დაგვეტოვებინა იქაურობა. მერე რა თქმა უნდა სახში მოგვიწია წასვლა, იმიტომ რომ იქ უკვე აზრი აღარ ქონდა. ჩვენ მოწამულები ვიყავით, სხვათა შორის არა მარტო 4 ვინც მღეროდით, არა. კიდევ ვიძახი უსინათლოებიდან ძალიან ბევრი ვიყავით წასულები და 2 კვირა ღებინება ქონდა, ცემდენა ქონდა. მაგრამ არ ვამბობდით გეტყვი რატომ შეურაცხყოფად მიგვაჩნდა რომ რუსის ჯარმა ეს გაბედა, რომ მოწამლა ხალხი, რომ დახოცა ხალხი. აი პროტესტის გზნობა ზუსტად აი იგივე გზნობა მიჩნდებოდა. აი მზად ვიყავი რომ მუშტები მომეჭიმა და მათთვის პასუხი გამეცა ამ საქციელზე. კი არ მეთქვა, კი არ მეწუწუნა, კი არ მეტირა, არა. აი პროტესტის გზნობა მქონდა რომ როგორ გაბედეს ეს. აი ესეთი დამოკიდებულება მქონდა ჩვენ. მე ქართულ ოჯახში გავიზარდე, მამა ფილოლოგი მყავდა და გვძლიდნენ ძალიან სხვანაირად. მე პატარა ლექსის ბოლოს სტროფს გეტყვით და მიხვდებით რატო ვარ მე ალბათ ასეთი. გავყურებ სივრცეს და გული მიცემს სამშობლოსათვის ანათრთოლები. სიცოცხლეც არ მსურს, ჩაუბარდე წარსულს, მამულს თუ შვილად არ ვეყოლები. აი ასე გვძლიდნენ ჩვენი თაობა, ასე გაიზარდა და სხვანაირები ალბათ ვერც ვიქნებოდით. პროტესტი ადამიანს უჩნდება მაშინ, როდესაც არ არის კმაყოფილი იმით, რაც ხდება მის ქვეყანაში. მიხარია რომ კიდევ მცნობენ, მიხარია რომ ამ ადამიანებს, ვინც სხვათა შორის არა მარტო ჩემი თაობი და თუნდაც მომდევნო თაობის, არა, ახალგაზრდებისგანაც ძალიან დიდ სითბოს გრძნობდა. მიხარია როცა მოდიან და მეუბნებიან, მადლობა თავისუფლებისთვის, მადლობა დამოუკიდებლობისთვის. რა თქმა უნდა, მე მარტოს არ მომიტანია ეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, თუმცა იმიტომ რომ ჩვენი სიმღერა ისმოდა, მათთვის ეს გახდა რაღაცა სიმბოლო დამოუკიდებლობის. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ იმხელა დიდი სითბო მაქვს მე ადამიანებისგან, რომ აი არ ვიცი ხო გეუბნები, მე ეს მავსებს და მაძლებინებს, მართლა მაძლებინებს. Kisi guak lat kwami. Merti davi bitse, merti.